დღეს მე შევაფასებ კინოს არა როგორც ჩვეულებრივი მაყურებელი, არამედ როგორც დიზაინერი. განვიხილავ კინოს არა სიუჟეტის თვალსაზრისით, არამედ ფორმატის, ფერთა პალიტრის, კოსტიუმების, სასტუმროს არქიტექტურის, რეკვიზიტებისა და მონტაჟის მიხედვით. და პირველი ასეთი ფილმი იქნება უეს ანდერსონის სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი. ერთი შეხედვით ეს არის ძალიან უცნაური, თითქმის ზღაპრული ისტორია მდიდრული სასტუმროს, ლეგენდარული კონსიერჟისა და ავანტიურის შესახებ, რომელიც ვითარდება ნახატის, მემკვიდრეობისა და მართლმსაჯულებისგან თავის დაღწევის გარშემო. ამბავი ხდება გამოგონილ ევროპულ ქვეყანაში, მაგრამ ფილმის ვიზუალიდანაც მარტივი ამოსაცნობია ძველი ცენტრალური ევროპა ორ მსოფლიო ომს შორის. სამყარო, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყურება ელეგანტურად და დახვეწილად, მაგრამ თითქოს უკვე დგას განადგურების ზღვარზე. და ნაცვლად იმისა, რომ ეს რეჟისორს ეჩვენებინა რეალისტურად, ფილმი გამიზნულად ყველაფერს აქცევს თეატრალურად. დეკორაციები გავს დეკორაციებს, ფერები თითქოს კამფეტების ყუთებიდან ამოყარეს, პერსონაჟები წააგავენ სათამაშო ფიგურებს. და ეს არაა შემთხვევით გაკეთებული, ეს არის გამიზნულად მხატვრული გადაწყვეტილება. ყველაფერი გამოიყურება ძალიან აწყობილად, კონტროლირებულად და ოდნავ უსიცოცხლოდ. თუ ამ ფილმს შეხედავ როგორც უბრალოდ ისტორიას, ის ცოტა უცნაურად მოგეჩვენება, მაგრამ თუ შეხედავ როგორც ვიზუალურ კონსტრუქციას, ის ფერების, კომპოზიციის და ვიზუალური რიტმის სახელმძღვანელოდაც შეიძლება გადაიქცეს. დროის თითოეული მონაკვეთი ატარებს თავის უნიკალურ სტილს, რაც დამახასიათებელია კონკრეტული ეპოქისთვის. 4:3 ფორმატი 30-იანი წლები, 2:35 60-იანი წლები და 16:9 პირობითად ახლანდელი ეპოქა. ეს არა მხოლოდ მუშაობს ისტორიაზე, არამედ კონტექსტშიც კარგად ჩდება რეტრო ეფექტის გაძლიერების ხარჯზე. ფართო ეკრანების ეპოქაში ჩვენ უკვე დაგვავიწყდა, რომ ძველმოდური კვადრატული კადრი არანაკლებ საინტერესოდ გამოიყურება, თუ კომპოზიციას ჭკვიანურად ავაწყობთ. ასეთი ჯადოსნური სამყაროს შექმნისთვის ერთ-ერთ მძლავ ინსტრუმენტად გვევლინება შეზღუდულ ფერთა პალიტრა. და ზოგადად ანდერსონის ფილმებიდან შეგვიძლია კოლორისტიკის ცალკე შესწავლა, იმდენად ჰარმონიულად არის ფერები ერთმანეთთან დასმული. ფილმის მხატვარმა ადამ შტოკჰაუზენმა ფერთა მთავარი გამისთვის შეერჩია პასტელური ფერები და გაურია ისინი ყვითელთან და წითელთან. საბოლოო ჯამში მივიღეთ მთავარი ფერები ცენტრალური ისტორიისთვის. თუმცა გვხვდება არანაკლებ საინტერესო სხვა ფერებიც. სასტუმროს შიდა და გარე სივრცეები გადაწყვეტილია მკვეთრ ვარდისფერში. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უზრუნველობისა და ზღაპრულობის შეგრძნებას. სასტუმროს გარეთ კი სამყარო ხდება უფრო წყნარი, იკარგება პასტელური ფერები. რაც უფრო შორდებიან გმირების უბრუკას და ეს არის გამოგონილი ქვეყანა, უფრო და უფრო მუქდება პალიტრა. გარდაცვლილი მადამ დის სახლი სავსეა დაავადებებისთვის დამახასიათებელი ყვითელი ფერით და ბოლით. ციხე კი არის ადგილი, რაზეც გარედან ვერ ზემოქმედებს ვერაფერი. ამიტომაც ხდება ცივი და ნაცრისფერი ფერები. მეტიც იქ იმდენად ცივა, რომ თოვლის შიგნიდან მოდის. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ კოსტიუმების მხატვრის მილენა კანონიეროს დამსახურებას. თითოეული პერსონაჟის ვიზუალს აქვს თავისი განსაკუთრებული დატვირთვა. კოსტიუმებით განისაზღვრება მათი სტატუსი, ხასიათი და პირადი შეხედულებები. გუსტავის ორფეროვანი სმოკინგი გამოხატავს თავად სასტუმროს ვიზუალს, რადგან ის არის დაწესებულების სახე. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუდამ ჰქონდეს იდეალური იმიჯი. აგატეს ტანსაცმელი კი გამოხატავს სინაზეს იმავე პასტელური ფერების დამსახურებით. მისი საკონდიტრო წინსაფარიც კი რთულად აღიქმება სამუშაო ტანსაცმლად და ჩანს როგორც ცისფერი კაბა დახვეწილი მონოგრამით. ეხება მადამ დის კაბას, ის წარმოადგენს მზეს, ხოლო მისი სიკვდილი გათანაბრებულია მზის ჩასვლასთან. რის შემდეგაც ყველაფერი იფარება წყუდეადით და გლოვით. სხვათა შორის მადამ დის კაბის დიზაინი შექმნილია გუსტავ კლიმტის ნამუშევრების ინსპირაციით. მისი შვილების კოსტიუმები გადაწყვეტილია შავში, იმდენად შავში, რომ მათ ტანსაცმელში, ისევე როგორც მათ ხასიათში რთულია რაიმე ნათელის პოვნა. საერთო ჯამში ჩვენ ვიღებთ სიკეთისა და ბოროტების კლასიკურ ბრძოლას ბნელი და ნათელი ძალების დაპირისპირებით. ძალიან საინტერესო არის ისტორია, როგორ შეიქმნა სასტუმროს დიზაინი. მდიდრული სასტუმროს დიზაინი წარმოადგენს მოდერნის სტილის ნიმუშს, რომელიც გავრცელებული იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში. სასტუმრო, რა თქმა უნდა, რეალურად არ არსებობს, ხოლო ქუჩის სცენები რეჟისორმა გადაიღო გერმანიის პატარა ქალაქ გიორლიცში, რომელიც მდებარეობს პოლონეთის საზღვართან. საერთო კადრებისთვის მხატვარმა შექმნა 2.5 მეტრის სიმაღლის მაკეტი და ინსპირაციისთვის გამოყენებული იქნა რამდენიმე რეალური შენობა, მაგალითად კარლოვი ვარშის სასტუმრო პუპი და გალიერდი ქალაქ ბუდაპეშტში. ამასთან რეჟისორი საერთოდ არ მალავს იმ ფაქტს, რომ ამ სასტუმროსთვის გამოიყენა მაკეტი და პირიქით ხაზს უსვამს არარეალურ დახატულ პეიზაჟს. მოგვიანებით ზუსტად იგივე მიდგომას იყენებს ობსერვატორიის და ფუნიკულიორის შემთხვევაშიც. ასეთი კადრები საგრძნობლად აახლოვებს სურათს თოჯინების მულტფილმებთან. რაიმე სხვა სამყაროშია შეიძლება მოგჩვენებოდათ ცოტა უადგილოდ, მაგრამ ანდერსონის სამყაროში ეს გამოიყურება ძალიან ორგანულად. როდესაც დიზაინის პერსპექტივიდან ვაფასებთ ამა თუ იმ ნამუშევარს, ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ის, თუ რა მეთოდით ახერხებს რეჟისორი ისტორიის გადმოცემას. ამ შემთხვევაში ვიზუალური ენა დიდწილად ეფუძნება სტატიკურ კადრებს, კომპოზიციურად გამართულ, სიმეტრიულ სცენებს, სადაც თითოეული ელემენტი მკაცრად კონტროლირებულია.
კამერის მოძრაობა კი იშვიათად თუ გამოიყენება და სწორედ ამიტომ, როდესაც ის ჩნდება, დამატებით აქცენტებს და მნიშვნელობას იძენს. შედეგად ვიღებთ წიგნის ილუსტრაციების გადაფურცვლის მსგავს ეფექტს, რომელიც აბსოლუტურად მისაღებია თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის უცნობი ავტორის რომანი, რომელიც ეფუძნება ამ ისტორიების უშუალო მონაწილის მოგონებებს. უეს ანდერსონი მონტაჟის დროსაც კი დიდი სიფრთხილით იცავს სიმეტრიას. ძალიან სახასიათოა მატარებლის სცენა, როდესაც ჯარისკაცები პირველად ამოწმებენ პერსონაჟების საბუთებს. დააკვირდით, რა სიზუსტით ირეკლავს ანდერსონი თითქმის ყოველ კადრს და მუდმივად ანაცვლებს მათ ერთი გმირიდან მეორეზე. სწორედ სიმეტრიის, არეკვლისა და სტატიკური კადრების რიტმული სიზუსტით მონაცვლეობის ხარჯზე მაყურებლის თვალი ნაკლებად განიცდის გადაღლას. პირიქით, თუ პირველ წუთებში თხრობის ტემპი მოგეჩვენებათ უჩვეულო, სულ მალე თვალი მას ეჩვევა და ჩაუღმავდებით ისტორიას. კადრში ვერ ხვდება ვერაფერი შემთხვევით, რაც იმის მანიშნებელია, რომ ანდერსონი დიდი ყურადღებით არჩევს რეკვიზიტებს. ათეულობით და ასეულობით ნივთი გვხვდება ფილმში, რომლებიც ზოგად სურათს ავსებს სიცოცხლით. ეს მხატვრული პრინციპი გვხვდება ფილმში მთელი დატვირთვით. ამასთან, ყველა რეკვიზიტს აქვს თავისი მნიშვნელობა და ისინი კადრში შემოდის არა მხოლოდ თვალისთვის სასიამოვნო წვრილმანების სახით, არამედ როგორც წარსულის არტეფაქტები. ვიდეოს ბოლოს შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი ნამდვილად არის უეს ანდერსონის ვიზუალური შედევრი, რომელიც განსაკუთრებულ ესეთიურ სიამოვნებას ანიჭებს მაყურებელს. და ზოგადად ეს ფილმი ადამიანებს ამახსოვრდებათ არა იმიტომ, რომ უბრალოდ ლამაზია, არამედ ძალიან ზუსტად არის აწყობილი. კომპოზიცია არის ყველაზე მთავარი. ფერები თამაშობს შეგრძნებებზე და ისინი ერთად ქმნიან არა რეალობას, არამედ მოგონებას. კამერა საერთოდ არაფერს ეძებს, ის ნაკლებად მოძრაობს, ელოდება სანამ პერსონაჟები გამოვლენ უკვე გამზადებულ კადრში და ყოველთვის არის სტატიკური. ამიტომაც ნებისმიერი ქაოსი ასეთ სამყაროში აღიქმება მკვეთრად, რადგან ფუჭდება არა მოვლენა, არამედ ფორმა. და ჩემთვის როგორც დიზაინერისთვის ამ ფილმიდან მიღებული გაკვეთილი გაგიკვირდებათ და არის არა სიმეტრია, არა კომპოზიცია, არა ფერები, არამედ ის, რომ სტილი პირველ რიგში იწყება გადაწყვეტილებებიდან, იმის გააზრებიდან, თუ რა გინდა რომ მაყურებელმა იგრძნოს და არა დაინახოს. მადლობა, რომ მიყურებთ. შევეცადე მაქსიმალურად საინტერესო გამოსულიყო ვიდეო ესე გრანდ ბუდაპეშტის შესახებ დიზაინერის პერსპექტივიდან. თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის ფორმატის ვიდეოები, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ, გააზიარეთ და შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში, დამიწერეთ კომენტარებში შემდეგი რა განვიხილოთ დიზაინერის პერსპექტივიდან. აბა, დროებით. შეურა, დიაში. ეგარ.